კორუფციის ბრალდებით სამი პირი დააკავეს ორ მუნიციპალიტეტში, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერის ორი წარმომადგენელია. პირველ შემთხვევაში კორუფციული დანაშაული გამოვლინდა ადიგენში, სადაც დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ზანავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ხოლო ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ერთი მოქალაქე. მეორე კორუფციული ფაქტი კი წალკის მუნიციპალიტეტში მოხდა, სადაც ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია სამების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი. განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გაკეთდა. Kaçxolisini წამოვიდეს მაგრამ. ხო, ბაზარი ერეცა. დიგარი ხინასვაც მოვაგერ. თუ გინდა გადათვალეს, მარზეგან გამოვიტანე იმასაც. თუ ვიღაცა მოვიდა, ეუბნები რომ მან მინდა ხელადზე საუარ ბესოსტოლები მოხდა. იცავთ, დამცავოთ. ესე იგი თუ იმან ვერ გაი, მივეკო მე. მინდა მოვიდა 24 საათი თანამშრომელი მე მაგას გავაფრთხილებ რომ ეს ზონას მისაწვდომი გავფრთხილებ მე ხალხი მყავს და მიაქციეთ ყურად. აი ეს ნაუ. ასე მომართი. ურასი. ესამასი. ხასი. ხასი. ექვსასი. შვიდასი. პირველ შემთხვევაში კორუფციული დანაშაული გამოვლინდა ადიგენის მუნიციპალიტეტში, სადაც დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ზანავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი. გამოძიებით დადგენილია, რომ საჯარო მოხელემ შუამავლის მეშვეობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკემპინგე სივრცის მოწყობაში მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 10,000 ამერიკული დოლარი. მეორე კორუფციული ფაქტი გამოვლინდა წალკის მუნიციპალიტეტში, სადაც ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია სამების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი. გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე სამსახურებრივ უფლებამოვალეობებს იყენებდა მოქალაქეებზე ყალბი ცნობის გასაცემად. მივმართავთ ყველა იმ მოხელეს, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაითავისა, რომ კორუფცია ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი ვერ დარჩება. მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ დაკისრებულ მოვალეობებს და თავი შეიკავონ მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებებისაგან.